ჩვენ ეს ეტაპიც ელექტროსი B კლასზე გადავინაცვლოთ და ხედავთ უკვე დათო შალვაშვილს 72 ნომრით და მასთან ერთად 97 ნომერს ილია გვასალია ახლა რომელიც თითქოს ოდნავ ეხა ჩამორჩა არა გაასწრო ძალიან გაასწრო თან უკვე ამ პოზიციით ჩანდა თუმცა ეს არ ჩანდა ჩვენს კამერაში ილია გვასალიამ კი ბატონო მოიპოვა პირველი გარბენის განმეორებით ნახე ოდნავ წინ იყო თავიდან კარგი დაწყება ჰქონდა შალვაშვილს შემდეგ ტრიბუნის დასაწყისიდან გადაინაცვლა და გაზარდა კიდეც ჩამორჩენა 0 ამ მანქანებს შორის 60-ზე მეტი არის განსხვავება 12.510 არის შალვაშვილის დრო ხოლო თოხაძის 13.971 12.510 მიასწრდი 12.510 ეს არის საუკეთესო დრო გაგა ყაფლანიშვილის რომელიც პირველ ადგილზე არის ახლა ეს იმას ნიშნავს რომ გაგას ცოტა სანერვიულო ეკრება უკვე აქ კი იმიტომ რომ მან ამ წუთას დააფიქსირა საუკეთესო დრო კვალიფიკაციებზე უფრო მეტად. კი ბატონო, გაგა უკვე ტოპ 8-ში არის და ელოდება მის მოწინააღმდეგეს. ნახოთ ვინ იქნება, გადაწყდება ეს შემდგომი გარბენით უკვე. არა მხოლოდ გაგა ელოდება, იქ ძალიან ბევრია გადასული. მაგალითად ელოდება იგივე გიორგი შიუკაშვილი ელოდება თავის მეტოქესაც ტოპ 8-ში ანუ ჩვენს მეოთხედ ფინალში. ახლა მეორე გარბენი გვექნება ისევ და ისევ. ილია გვასალიასა და დათო შალვაშვილს დათო ამჯერად დათო შალვაშვილს შორის სადაც რაც ვიხილეთ იყო ის რომ დათომ დათმო ხო ერთი ქულა დათმო აშკარად და ვნახოთ ახლაც დათმობს თუ არა ამჯერად არა ძალიან სწრაფადვე გადაწყვიტა ყველაფერი ილია გვასალიამ ხედავთ თითქმის იმავე დისტანციით რაც ჩვენ წინაზე ვიხილეთ მეორე ქულა წამოიღო და ავტომატურად გადავიდა ეს ავტომანქანა შემდეგ ეტაპზე ანუ მეოთხე ფინალში კიდევ ერთხელ გამეორებაზე ეს ის დისტანცია საკმაოდ დიდი ჩამორჩენა მივიცეთ ამ წყვილში მისი ავტომობილი ფანტასტიკურ ფორმაშია, ხა ფაქტია. გადავედით. გაგა დაბრუნდა ყაფლანიშვილის. ხო, გაგა გამოჩნდა და მეორე გამოსვლა ექნება ახლა ასევე ილია გვასალიას, რომელმაც ხო, აქაც თუ მიუყვებით იმ ლოგიკას და იმ ტრადიციას, რომელსაც B კლასი გვიჩვენებს, გაგა ყაფლანიშვილმა უნდა გაიმარჯვოს. ნუ ეხა ეს თუ ტრადიცია არ დაარღვია რა თქმა უნდა. ასეც არ ვიძახი ხოლმე სახელი გვარებით, მაგრამ მოდი ლიდერად დავასახელოთ ხოლმე. ლიდერი ამ წყვილს შორის არის ეს ავტომობილი რა ნომერია 82 ნომერი. ნუ არ ვიცი, ალბათ შეინარჩუნებს სალიდერო პოზიციებს ჩემი აზრით. ყოველ შემთხვევაში ამის ძალა ნამდვილად შესწევს რაც ვიხილეთ, ხო, პერფორმანსებიდან გამომდინარე. კი ბატონო, პილოტსაც და ავტომობილსაც. კაი, შედეგებს დავალოდოთ, არ ტყდება ნავსი, ხედავ გიორგი. ჯერჯერობით ამ ნახოთ ბოლომდე თუ გაამართლებს ეს ჩვენი რაღაცა წამოწყებული. კი ბატონო, ნახოთ. არა, აქაც აი ნახე. როგორი სტარტია? არა, აი აქ უკვე იცვლება ვითარება? კი, აი აქ იცვლება ვითარება. არა, ეს კადრი რას გვიჩვენებს? ეს კადრი ვერაფერს ვერ გვეუბნება ჩვენ. ახლა საჯებავ და გვითხრა ყველაფერი. გატყდა ეს ჩვენი გატყდა. გატყდა, მე მგონი რომ გატყდა. ძალიან უცნაური სტარტი იყო, გატყდა ხო? კი ბატონო, 1-1. გარბენი გვექნება ამ წყვილში. აი ეს უკვე ძალიან საინტერესოა. საქართველოში სადაც ეგრეთ წოდებული დრიფტის მოყვარულები მოსახლეობას ვერც შვიდ დაურღვევენ და ვეღაც მათ სიცოცხლეს შეუქმნიან საფრთხეს. აი ჩემო ძმა, აუცილებლად აწი გავითვალისწინე.